თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის არხს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. ეს ვიმყოფებით სამეგრელოში, კერძოდ ნოსიში, დგებულაძეების კარვიდამოში. იცით ალბათ, მე გახლავართ ლევან ბერაია, საქართველოს სამეფო კლუბის წევრი და ჩემი გადაცემა გადის YouTube არხზე საქართველოს ისტორიული გვარები. ვისაც გაინტერესებთ ეს გადაცემები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი და პირდებით რომ თითოეულ თქვენგანის ოჯახში მოვა თუ საჭირო იქნება. დღეს მინდა ჩემი ახლო ნათესავები არიან, მაი არის ჩემი მამიდაშვილი, ლევანი არის ჩემი მამიდაშვილის შვილი, დგებულაძეების წინვალი გვარის წარმომადგენლები არიან და ესე იგი ისტორია, პატარა ისტორია მინდა მოგითხროთ ახლა იმას დგებულაძეებზე, შემდეგ რამოდენიმე კითხვა მინდა დავუსვა ჩემს ნათესავებს და ჩემზე უფრო კარგად მოყვებიან ამ ეზოსი და ამ კარვიდამოზე. თუკი რამე იციან, ყველამის მოგიყვებიან, ალბათ საინტერესო იქნება თითოეული ჩვენგანისათვის და ყველა თქვენი მოხარებელისათვის. მოგესალმება თუ დგებულაძე არის ქართული ფორმა არის მეგრული გვარის დგებიასი, ანუ ესე იგი დგებია არის მეგრული ფორმა არის და უბრალოდ მე 19 საუკუნეში რო წავიდა დავუშვათ ეს გაქართება უпростоრად ამ ყუთენი იმისი ძალიან ბევრმა გვარმა მაშინ ესე იგი აი დავუშვათ ხეიძები გახდნენ, დავუშვათ შალაბერიძები გახდნენ, ქავთარაძეები გახდნენ, დგებიები გახდნენ, დგებულაძეები და ასე შემდეგ. დგებულაძე ერთ-ერთი უძველესი გვარია საქართველოში, როგორც იონა ბატონიშვილი ბრძანებს, ეს არის რაღაც პირველ საუკუნეში შემოსული გვარია, ლეგენდარული გვარი არისო, რომელიც ესე იგი 67 წელს შემოვიდნენ საქართველოში, გადმოცემის თანახმად, ესე იგი ქრისტეს დაბადებიდან 77 წელსი არიან შემოსულები. და ესე იგი ახლა აქ ცოტა შეცდომა იმაშია, რომ ესე იგი თავადებად მოხსენებულები არიანო 785 წელს, მაგრამ თავადის თვითონ განმარტება თავადის ესე იგი ცნება საქართველოს შემოვიდა მე-15 საუკუნის დასაწყისში. მანამდე თავადის ცნება საქართველოში არ არსებობდა. არსებობდნენ ერისთავები და არსებობდნენ ერისთავები და აზნაურები არსებობდნენ. ნუ მოკლედ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა იმაში აქვს, ესე იგი 785 წლიდან უკვე ეს გვარი ცნობილია როგორც ესე იგი ერთ-ერთი ძლიერი გვარი საქართველოში და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირათ, ესე იგი მე გადმოვიდნენ ოდიში სამთავროში და ოდის სამთავროში საკმაოდ დიდი თანამდებობები ეჭირათ ესე იგი მთავრების კარზე. ესე იგი იყვნენ როგორც სამოხელეო მოურავებიც იყვნენ, საღვთო ხუთესები იყვნენ და რამოდენიმე წამყვანი თანამდებობები ეჭირათ. ამავე დროს ესე იგი საეკლესიო სფეროშიც გამოიჩინეს თავი ძალიან ესე იგი აქტიურად. ეს არის მოკლე ისტორია დგებულაძეების გვარისა. მე კიდევ მინდა სულ გეუბნებით ამას, თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია წერილობითი ფორმით, მე შემეძლია წერილობითი ფორმით თუ თქვენს ესე იგი საკონტაქტო ნომერს ან დავუშვათ მეილს გადმოგიზავნოთ, მე შემეძლია გადმოგიზავნოთ აი ასეთი ფორმით დაწერილი ფორმით შემეძლია გადმოგიზავნოთ თითოეული თქვენგანის ისტორია. მე მინდა აგერ დგებულაძეებსაც გავესაუბროთ. შენ უფრო გახსოვს, ლევანის უფრო არ ახსოვს და შენ გახსოვს ესე იგი. კი ბატონო, ესე იგი აი ამ რაც შეეხება ამ ეზოს, ამ ჭადარს, ხა შეიძლება ისე კარგად არ ჩანს. ხო, ეს მამაჩემის გაშენებულია ყველაფერი თუ რამე არის. მამაჩემი სილამაზია, რომ და კი ბატონო, ეს ნაჯნარი. ეხლა შეიძლება არ იყოს ეს ეთყობა რომ დგებულაძეების ეზოში. კი ბატონო, ასე იყო ხოლმე, ყოველს ასე ამბობდნენ და ადრე ეხლა კი აქვს უკვე ისწავლეს. აი ამ ჭადრის ქვეშ ძალიან ბევრი გიქეები. კი ბატონო, იყო ეგეც საქანელა ეკიდა და იყო ძალიან კაი.
ხო და რა შეეხება იმას ეხლა კი არის შემოსული საქართველოში ეგ ეზოს მოწყობის კულტურა უფრო და მაშინ როდესაც მამაჩემმა ეს გააკეთა მაშინ ყველას უკვირდა რომ როგორ ხეხილსო არ რგავოდა ნაძვები პალმები და ამის ხეივანი ქონდა ევკალიპტები ჭადარი და ამით იყო დაინტერესებული თვითონ მამაჩემი იყო სამამულო ომის მონაწილე და ბერლინამდე ჩავიდა და იქ მან ნახა ევროპა ვენაშიც არის ნამყოფი და მე დიდი ეჭვი მაქვს რომ იქიდან ბევრი რაღაცები გადმოიტანა მაგრამ ყველას არ აქვს ახლა ამის ნიჭი იმიტომ რომ ნახავ ყველას არ შეუძლია ამას ევროპაში ნახვა და თან თანდაყოლილი მეგრული ესე კი ბატონო გემოვნება ქონდა ეთყობა ქონდა ხო ქონდა ხო და ისე ლამაზად მოაწყო რომ რა ვიცი ძალიან აუთუ ვიმე ჩამოვიდო და ისეთი მნიშვნელოვანი პირი აქეთ სამეგრელოში მოყავდათ ჩვენ ეზოში და ასეთნაირად იყო ძალიან კი ბატონო ეს მოკლე რაც შეიძლება რომ ეხლა რაც ყველაზე მთავარია ამ ოჯახს და ამ იმას ყავს გამძელებელი გვარის გამძელებელი აგერ ლევანი ახალგაზრდა ადამიანი რომელიც ესე იგი დაუბრუნდა ქალაქზე უარი თქვა და წამოვიდა აქ დაუბრუნდა თავის წინაპრების მიწას შეიძინა ცხენი გვანახა გადასარევი ცხენია 2 წლის არის რაღაც ჯერ გაუხედნავია და არის ძალიან ლამაზი ცხენია და უვლის ამ ყველაფერს უვლის და ხო ერთი სიტყვა თუ შეგიძლია ზეურმა რომ ის ბაზოს და მიხედონ მამა პაპისოულს იქნება კარგი ძალიან კარგი იქნება და მისასალმებელი ამ ახალგაზრდა კაცის ასეთი შემართება კი ბატონო ნამდვილად ბაბუას იმდენი შრომა ჩადებული ამ სახში უბრალოდ ვეჩერიდან აი ვერ მიანება ვერ დატოვა შენ აგაშენა ღმერთმა რა ნეტა ყველა ასე ფიქრობდეს ლევან როგორ შენ აი ახლა როგორ იყო მამაჩემი თვითონ თბილისში ცხოვრობდა და იქ მუშაობდა ინჟინერი იყო პროფესიით და მისი ძმა ცხოვრობდა დედამისთან ერთი ძმა რუსთავში ცხოვრობდა და თბილისში იყო გათხოვილი და მერე ბიძაჩემი რო გადავიდა ქუთაისში საცხოვრებლად მამაჩემმა თქვა როგორო დედაჩემო 4 შვილიო გაზარდაო და სიბერეშიო მარტო რატო უნდა იყოსო და დაანება ყველაფერს თავის სამსახურს თბილისში ჩამოვიდა მშობლიურ სახლში ნოსირში და შემდეგ ეს სახლიც ააშენა ცოლით შეერთო. თან ესე ეს ტერიტორია ისტორიულად იყო თქვენი იყო სულ ნახევარი ნოსირი იყო თქვენი და იყო და მე მეზობლები დასახლდნენ ახლა არაჩვეულებრივი მეზობლები ყავს აქ ძირითადად აქ არიან ოდიშარიები ალანიები გვარად კი ბატონო სიმონიები ხო დასახლდნენ და კაი სოფელია მოკლედ და კაი ხალხი ცხოვრობს კარგი ბატონო კარგი დიდი მადლობა. კი ბატონო, იცოცხლე. დიდი მადლობა. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ოდიშის სამთავროს და სამეგრელოს ერთ-ერთ არაჩვეულებრივ სოფელში, ძველ სენაკში. ეს სოფელი იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ აქ არის ეკლესია, საკმაოდ ეს არის მე-17 საუკუნის ეკლესია. რომლის შემშენებლობაში მხეიძეებს და დადიანებს მიუძღვით ძალიან დიდი წვლილი და სხვა შორის ჩემი წინაპრების ხელის ურევი ამ ყველაფერში აქ იყვნენ ესე იგი გავრცელებული ეს აზნაურული გვარი იყო ქავთარაძეები დღეს მინდა ქავთარაძეებზე გელაპარაკოთ ეს არის ერთ-ერთი უძველესი გვარია საქართველოში ეს არის მე-12 საუკუნის გვარია, ესე იგი პირველი ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ განეკუთვნება მე-12 საუკუნეს. ანუ სულთა მაჭახელას ხეობის სულთა მატიანეში მოხსენებულია ბასილი ქავთარაძე, უფალო აცხონე, უფალო შეიწყალე ბასილი ქავთარაძის სულიო. ასეთი ფორმულირებით არის ეს დოკუმენტი შემორჩენილი ისტორიოგრაფიაში და ეს არის პირველი ცნობა ქავთარაძეების შესახებ. მე შემიძლია ერთი რაღაცა გითხრათ, ეს ქავთარაძე არის ეპონიმური გვარსახელია. ანუ ესე იგი შეიძლება ამ გვარს ერთი წარმოშობა არ ქონოდა. იმიტომ რომ ბასილი იყო ძველი ქართული სახელი და ისევე შეიძლება ყოფილიყო ბასილი დავუშვათ სახელი წამოსულიყო კახეთში, ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში და კიდაც აჭარაში. ამიტომ შესაძლოა რომ ამ გვარს სხვადასხვა წარმომავლობა ქონოდა. მე დღეს მინდა მაინც და მაინც ამ ძველსანაგელ ქავთარაძეებზე გელაპარაკოთ, იმიტომ რომ ქავთარაძეები საერთოდ ძალიან ბევრია სალაპარაკო და ძალიან ღირსეული და ძალიან სასახელო გვარია და ძალიან ისეთი ისტორია დაწერეს და სასახელო და საამაყო გვარის წარმომადგენლები არიან ეს ხა ბებია მყავდა აქაური ძველსანაგელი ქავთარაძე და ამიტომ
ჩემი ინტერესი არის ძალიან დიდი ამ გვარის წინაშე, იმიტომ რომ წინაპრებში ჩემი ცესლის ქავთარაძეების სისხლმიერები, ასე თქვა, ძველსენაკელი ქავთარაძეების. ესენი იყვნენ აზნაურული გვარია, რომელიც ესე იგი გადმოცემის თანახმად თვითონ ამ რაც ძველსენაკელი ქავთარაძეების გვარში არის გადმოცემა, ესენი არიან იმერეთიდან წამოსულები არიანო და მე-16 საუკუნეში ერთ-ერთ ქავთარაძეს, ესე იგი ქავთარაძე მოიტაცა, აბაშიძის ქალი მოიტაცა ცოლად. ხო და მაშინ როგორც იყო ასეთი ის იყო, რა ქვია მაგას დევარს დააწევდნენ, ასე თქვათ, მომტაცებელს, მაგრამ ესე იგი ფეხს ითრევდნენ, რო არ დაწეოდნენ, ესე იგი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ესე იგი დაეწივნენ აბაშიძეების მდევარი დაეწია, ესე იგი ქავთარაძეებს და ამ შეხლა-შემოხლაში ამ ქავთარაძეს შემოაკვდა თავის სასიმამრო შემოაკვდა და უკვე აღარ დაედგომებოდა იქ იმაში იმერეთში, ახლა იქაც აზნაურები იყვნენ და საკმაოდ ძლიერი აზნაურები იყვნენ, აბაშიძეები თავადები იყვნენ და გამოიხსნენ, ესე იგი გამოიხსნენ იმაში სამეგრელოში, კაკრას სწორედ აი ტერიტორიაზე და ესე იგი დადიანმა ესე იგი როგორც წერია ებაში ისტორიაში იორდანე ქავთარაძეს მისცა ესე იგი მიწა ესე იგი საკანდელაკო მიწა მისცა და 3 ყმა გლეხი უბოძა. იქიდან მოყოლებული ესე იგი შემდეგ კანდიდის რა ქვია მისი შვილი იოანე და მოდის მერე ესე იგი მთელი ეს ქავთარაძეები შემდეგ ამათ ძალიან ბევრი გენერალი 6 გენერალი ყავდათ იმაში გვარში ყავდათ 6 გენერალი ამ 6-დან ერთი იყო ესე იგი ინფანტერიის გენერალი იყო ალექსი გავრილიძე ქავთარაძე ძალიან ბევრი თვითონ აი ესე ბლაღოჩინებიც აი ისა ქვია დავით ქავთარაძე რომელიც ცნობილი სასულიერო მოღვაწე იყო ბლაღოჩინის სატარებდა მისი შვილი ბესარიონი იყო ესე იყო და საკმაოდ განათლებული და ცნობილი ადამიანი იყო რომლის და ცოლად ყავდა ესე იგი იმას კორნელი ბოროზდის თავადის ის იყო რა ქვია გვარის წარმომადგენელი იყო ეს კორნელი ბოროზდინი მოკლედ ასეთი სასახელო გვარია ძალიან ბევრი გვარი შემიძლია ვილაპარაკო მაგრამ დღეს ამით შემოფარგლებით და სხვა გვარებიც მაქვს დასაჭერი და ამიტომ თუ გაინტერესებთ ვინმეს შემიძლია ასეთი ფორმით გადმოგცეთ ქავთარაძეების გვარის ისტორია. რა ვიცი, დანარჩენი გავაგრძელებთ ჩვენი მოგზაურობა დავიწყეთ სამეგრელოში სენაკიდან ვიყავით ნოსირში შემდეგ ჩავწერეთ ნოსირში ჩავწერეთ დგებუაძეების გვარი შემდეგ ვიყავით ძველსენაკში ჩავწერეთ ძველსენაკში ესე იგი ქავთარაძეების გვარი გვინდოდა ჩაგვეწერა გადაცემა ნოქალაკებში და მიგვეძღვნა ეს გადაცემა როგორც ნოქალაკებს საერთოდ ასევე ნოქალაკებში მცხოვრებ ბეთლემში მცხოვრებ ესე იგი დადიანების გვარს ანუ მათ თავმავლობას ესე იგი შტოს ბეთლემელი ანუ ნოქალაკეველი დადიანების თავმავლობას მაგრამ ისეთი საინტერესო ფაქტის წინაშე დავდექით შეგრით კი შეგვიშვეს იმაში რა ქვია მაგას ნოქალაკევის ამ ციხე-გოჯის ტერიტორიაზე მაგრამ გადაღების უფლება არ მოგცეს და რაღაც ისეთი რაღაც გითხეს ლამის მინისტრის ნებართვა მოგთხოვეს რომ ესე იგი გადაღებაზე რო ეთქვა ჩვენთვის თანხმობა ბიჭო კარგ საქმეს ვაკეთებ გონია რა და ახლა რაღაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი არ არის დაუშვათ რაღაცა საზღვართან ახლოს იყოს რაღაცა და ამდენი რაღაცა რატომ დაჭირდებოდეს საქართველოში ადამიანს შეს ისტორიულ კუთხეში როცა აკეთებ გვარის ისტორიას ალბათ არ უნდა ჭირდებოდეს ამდენი რაღაცა ბარიერები შეუქმნა რა ვიცი ცოტა გაოცებული დავჭი და ამიტომ ესე იგი მინდოდა ჩართვა მქონოდა ნოქალაკები და მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით. ეხლა ვიმყოფებით სოფელ ინჩხირში საოცრად ლამაზი სოფელია, საღაც 500 მეტრში არის ესე იგი აი გაჭედილის, გოჭკადილის ესე იგი კანიონები, ეს არის ეხლა ამჟამად ვიმყოფებით ესე იგი ჭაჭაყუების ოჯახში,
მამიდა ჩემის ნორა ბერაიას ოჯახში და აქედან მინდა გავაკეთო გადაცემა გეგეჭკორებზე მინდა გავაკეთო გადაცემა, იმიტომ რომ ისტორიულად და ტრადიციულად ეს სოფელი გეგეჭკორებსაც ეკუთვნოდათ, ანუ გეგეჭკორები მოგესწრებათ არის ძირძველი ქართული გვარია, რომელიც აზნაურული წარმომავლობისაა და მინდა ერთი-ორი სიტყვა გითხრათ ამ გვარის შესახებ. სანამ ამ გვარის შესახებ გეტყვით ჩემს იმას მოსაზრებებს, მანამდე აი ამ სოფელი არის ძალიან ისტორიული სოფელია, იოანე მინჩხი, აი ცნობილი იოანე მინჩხი, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, სწორედ ამ სოფლიდან იყო და მინჩხია აქედან მოდის. აქვე არის ეკლესია, აქვეა დაბადებული, ამ სოფელშია დაბადებული ამბროსი ხელაია. ასე რომ ძალიან ისტორიული სოფელია და ძალიან ლამაზ, რაც ყველაზე მთავარია, ლამაზ სოფელი, ალბათ თქვენ ხედავთ ჩემს უკან სილამაზეს, რომელიც აი მეგრული აი როგორც იტყვიან, აი დავარცხნილი ეზოებია. საოცარი სისუფთავე, საოცარი წესრიგი, საოცარი ესე იგი გარემო და ესე იგი არაჩვეულებრივი ბუნება, არაჩვეულებრივი ადამიანები და ძალიან მიყვარს სამეგრელო თქვა ქუგალეთ მეგრულად მინდა რო გითხრა და მინდა გადავიდე გეგეჭკორების გვარზე. გეგეჭკორების გვარის ეტიმოლოგია არის ამ შემდეგი. ესე იგი გამჭვირვალე ეტიმოლოგიის მქონე მეგრული გვასახელია. მის ფუძეს ქმნის ორი ელემენტი: გეგე, მეგრული ფორმა წმინდა გიორგის სახელისა და ჭკორი, მეგრულად ნიშნავს ყმას. რო შევადაროთ ასე პატრონს ნიშნავს. ანუ ესე იგი ბატონის ყმას ნიშნავს. ამგვარად გვასახელი გეგეჭკორი ნიშნავს წმინდა გიორგის ყმას, ანუ წმინდა გიორგის მსახურს. ეს განმარტება ენათმეცნიერებაში აღიარებული ერთ-ერთი უდავო ჭეშმარიტება და მეგრული გვარების ეტიმოლოგიაში. ლეგენდა და ზეპირი ტრადიცია გეგეჭკორების გვარის წარმოშობასთან დაკავშირებით ლეგენდა განსაკუთრებულად აღსანიშნავია ზეპირი გადმოცემის თანახმად ერთ სვან თავად დადეშკელიას დანიშნული ქალი მოუტაცებია და მარტვიში გამოგწეულა. შეყვარებული თავშესაფარს ერთ მეგრულ ოჯახში პოულობდნენ, სადაც წმინდა გიორგის ტაძარში ჯვარი დაუწერიათ. მეგრელებმა მიმართეს ტაძრის მღვდელმთავარს და უთხრეს, რომ ცოდვისაგან განსაწმენდათ მათი მშამოლობისთვის ყოველ თაობაში ერთი ვაჟი უნდა გახდეს სასულიერო პირიო. ეს პირობა არ დაურღვევია საუკუნეების განმავლობაში, თითქმის ყველა თაობაში გეგეჭკორის გვარიდან ერთი მაინც მსახურობდა წმინდა გიორგის ტაძარში მღვდლად, დიაკვნად და მედავითნეთ. ამ მოვლენის გამო დადეშკელიანებს, როგორც წმინდა გიორგის შეფარულებს გეგეჭკორი უწოდეს, ანუ წმინდა გიორგის ყმები უწოდეს. ლეგენდა ორგანულად ერწყმის გვარის ეტიმოლოგიურ შინაარსს და განმარტავს მის წმინდა გიორგის ტაძრისთვის მჭიდრო კავშირს. ისტორიული ცნობები, რაც შეეხება ისტორიულ ცნობებს, ჩვენ ხელთ გვაქვს მე-17 საუკუნის მიწურულში და მე-18 საუკუნის დასაწყისში გეგეჭკორები უკვე ფიქსირდებიან წერილობით წყაროებში, როგორც სამეგროს ეკლესიის მსახურები და აზნაურები, საეკლესიო აზნაურები. 1696-1706 წლების დოკუმენტებში მოხსენებულია მღვდელი გეგეჭკორი, რომელიც მონაწილეობდა საეკლესიო სასამართლო საქმეებში. შემდგომში 1732-1780 წლების დოკუმენტებში კვლავ ჩანს იგივე გვარი, რაც მიანიშნებს მის საგვარეულო ხაზის უწყვეტობაზე. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში წყაროში ფიგურირებს იოანე გეგეჭკორი, რომელსაც გიორგი ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა და ბეჟან დადიანის შვილმა წყარლობის წიგნი უბოძა, რაც მოწმობს მათ აზნაურულ სტატუსს მოწმობს. მე-19 საუკუნის დასაწყისში გეგეჭკორებმა უკვე მსახურობენ დადიანის სამთავროს ადმინისტრაციაში. და გრიგოლ დადიანი იხსენებს, ანდრო გეგეჭკორი გადაიკიდა ერთ მწერალს თავის ამხანას და დავითმა ამის გამო დატუქსა. მან იუკადესა შენიშვნა სიტყვა შეუბრუნა მთავარს და დედა შეაგინაო, რის გამოც მთავარმა დასაჯაო. ეს ეპიზოდი მოწმობს რომ გეგეჭკორები განათლებოდა სამთავროს სასახლეში ჩართული პირები იყვნენ. ესე სასულიერო იმაში ძალიან ბევრი გეგეჭკორი არის, ესე იგი სასულიერო პირები დაახლოებით 12 ადამიანი, რაც ჩვენ ვიცით, ესე იგი მაღალი სასულიერო წოდებას განეკუთვნებოდნენ და ეს არის გვარი, რომელიც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და ესე იგი ძალიან კარგი გვარია. ამგვარად ჩვენ მოვჩით დღეს ახლა ბატონი ვალერი ხიმშიაშვილი, ჩემი მეგობარი და ჩემი ასე ვთქვათ თანაწამყვანი გააგრძელებს აი gadacemას და მასაც აქვს მოზადებული რამოდენიმე გვარი იყო და ვალერის
თბილისიდან თავისი ოთახიდან თავის სახლიდან აკეთეს ამ ყველაფერს სამწუხაროდ ჯერჯერობით არ შეუძლია თავისი ავადმყოფიდან გამომდინარე ჩემთან ერთად იმოგზაუროს და მაგრამ იმედია მალე შემოგვერთება. გისმენთ ვალერი შეგიძლია გააგრძელო გადაცემა. გამარჯობათ მოგესალმებით ჩვენ ერთულ მაყურებელს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემათა ციკლს ქართულ გვარებზე. დღეს რამოდენიმე გვარს ვიტყვით და მოგახსენებთ. დავიწყოთ გვარი ბაღათურიათი. სხვათა შორის მოდი დღეს მეგრულ გვარებზე ვისაუბროთ. ამას თავისი მიზეზი აქვს და თქვენ ნახავთ ამ მიზეზს რატომ. გვარი ბაღათურია ქართული წარმოშობისაა. გვარის ფუძე არის სახელი ბაღათური. თურქულად ბაღათური ნიშნავს მამაც, გოლიათს, გმირს. გვარის წარმოშობის ადგილი არის დასავლეთ საქართველო, კერძოდ სამეგრელო. ბაღათურები იყვნენ საეკლესიო გლეხები, საბატონო გლეხები, ხოლო რამოდენიმე სოფელში, მაგალითად ნოქალაქებში, ლებაღათურებში იყვნენ აზნაურები, რამოდენიმე ოჯახი მხოლოდ. ისტორიულ წყაროებში ეს გვარი იხსენიება 1755 წელს. სოფელ სუჯუნაში მცხოვრები ბაღათურიას ერთი ოჯახი დადიანმა შესწირა ბიჭვინთის ტაძარს. ასევე 1790 წელს სოფელ ნოსორში მცხოვრები ბაღათურია ძვიბის ემართა ბიჭვინთის ტაძრის ბეგარა. ერთი ცხვარი, 3 გუდა ღვინო, 2 ქილა ღომი და 1 ქათამი. ბაღათურიის გვარის წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ამ გვარის წარმომადგენელი 301 ადამიანი მონაწილეობდა. დაიღუპა 87 ადამიანი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ყავდათ 3 ადამიანი. რეპრესირებული ყავდათ საბჭოთა პერიოდის დროს რეპრესირებული ყავდათ 2 ადამიანი. ყავდათ ერთი ღვთისმსახური. ამჟამად ბაღათურები ცხოვრობენ აბაშაში, ახალთუბანში, ლებაღათურებში, მაიდანში, ნარაზენში, ნოსირში, ნოქალაქებში, სენაკში, სეფიეთში, ძველბაშიაში, ძველსენაკში, თბილისში და მათი საერთო რაოდენობა ამჟამად შეადგენს 1819 ადამიანს. ეს რაც შეეხება ბაღათურებს. მოდით შემდეგ გვარი ჩვენ ვნახოთ ოდიშარიას გვარი. ოდიშარიას გვარი ქართული წარმოშობისაა. მისი წარმოშობის ადგილი არის დასავლეთ საქართველო, სამეგრელო. გვარის ყველაზე დიდი და ძირძველი სამკვიდრო იყო ნოსირის თემი. ოდიშარია ნიშნავს ოდიშვილს. კოლხური არ სუფიქსი. ასევე ქართული ელ აწარმოებს სადაურობას, წარმომადგენლობის სახელებს. ეკუთვნოდნენ გლეხთა კატეგორიას. ისტორიულ წყაროებში გვარი ოდიშარია პირველად იხსენიება 1616-1621 წლებში. ოდიშარია ულვანია ემართა ჯგარის ბეგარა ერთი საჭმელი ოდიშარიას. 1680 წელს ოდიშარია ხუხუს ყავს ძმები თუთარა, სიმონი, შვილები გოგილა, ბიძუა, ასევე მამა. იგი ადრე პაპუნაჭილაძეს შეუწირავს მარტვილის ტაძრისათვის მესანთლეთ. შემდეგ ბანძას ომში დაკარგულა და კაცია ჭილაძეს დაუხსნია. როცა კაცია ჭილაძე გარდაიცვალა, გაბრიელ ჭონდიდელმა ხუხუ ცოლშვილით ძმით ნიშანში მოითხოვა და მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა. გაანთავისუფლა ისინი გადასახადებისგან და დავალა ხატისათვის 10
ლოღარიკონის სამთელი, ერთი ნარგილის ზეთი, ერთი ნალბაქი საკმელის მიტანა. საბჭოთა სამწუხაროდ ვერაცდა ერთ-ერთი გვარი საბჭოთა რეპრესიებს, ასევე რო გადავხედოთ თითქმის 99% რეპრესირებულია. ჩვენ ვიცით რომ რეპრესირება დაიწყო საბჭოთა კავშირის 1923 წლიდან და გაგრძელდა სულ რამოდენიმე ეტაპი იყო და გაგრძელდა 1946 წლის ჩათვლით და ზუსტად ამ რეპრესირებებს 1937-38 წლის ყველაზე დიდი რეპრესირება რომელიც იყო და დაახლოებით 3800 კაცზე მეტი შეეწერა ეს დახვრეტილების სახით, გადასახლებების სახით ეს უკვე სხვა ის არის ციფრებია რომელიც კატასტროფულ ციფრებს ახსოვს. საერთოდ საბჭოთა პერიოდში 11,000 ადამიანი იყო რეპრესირებული, ასე ვთქვათ, დახვრეტილი, მარტო დახვრეტილის სახით. ეს რა თქმა უნდა კატასტროფაა. მოდით ეს ცოტა პატარა გადახვევა გამოგვივიდა და საერთოდ მაგაზე საინტერესო თემაა და შეგვიძლია ვისაუბროთ მაგ თემაზეც. მე მგონი ინტერესს გამოიწვევს ხალხი ასევე გვარებშიც, ვის გვარში ვინ იყო დახვრეტილი, რატომ იყო, რა რაოდენობის ადამიანი იყო. ეს მომავლისთვის იდეაში ეს რა თქმა უნდა. ოდიშარიას გვარის ორი წარმომადგენელი შეეწირა საბჭოთა რეპრესირებას. პირველ მსოფლიო ომში ოდიშარის გვარის ორი წარმომადგენელი მონაწილეობდა. საბედნიეროდ არც-ერთი არ დაყუპულა. მეორე მსოფლიო ომში 317 ადამიანი მონაწილეობდა და დაიღუპა 26 ადამიანი. ქართველ წერა-კითხვით შორის გამოვრცელებული საზოგადოების საკმაოდ ბევრი 15 წევრი ჰყავდათ ოდიშარიებს. ასევე ოდიშარიებს ჰყავთ 16 ღვთისმსახური. ამჟამად ოდიშარიები ცხოვრობენ გაჭედილში, მარტვილში, წალეფსაურში, ნოსირში, სენაკში, სერგეჯში, ჭაბურში, ჯგალში, თბილისში და ასე შემდეგ. ამჟამად ამ დროისთვის ოდიშარიების საერთო რაოდენობა შეადგენს 1540 ადამიანს. მადლობა ღმერთს და ღმერთმა როგორც ადრე ვიძახდით, ყოველთვის ამარავლოთ ყველა გვარი. მოდი შემდეგი გვარი ჩვენთვის ქართველი ადამიანისთვის ყველათვის ნაცნობია. შეიძლება გვარით საერთოდ არა, პიროვნულად მურმან ჯინორია რო არის, ჯინორიების გვარი, გვარზე ვისაუბროთ. ქართული გვარია ჯინორია და ჯინორი არის ეპონიმური გვარსახელია. გვარს უდევს მამაკაცის სახელი, საკუთარი სახელი, ჯინორი. ადრე ეს სახელი ჯინო, იგივე ჯინორი კოლხეთში და სამეგრელოში ფრიად გავრცელებული გვარი იყო. მერე სამწუხაროდ ახლა არა, იმიტომ რომ გვარად გარდაიქცა ეს სახელი. როგორც ხდება ხოლმე სახელი და მოდის ეპონიმურია და გადადის გვარში. წარმოშობის ადგილი არის დასავლეთ საქართველოს სამეგრელო და რა თქმა უნდა სამეგრელო ჩვენ მეგრულ გვარებზე ვსაუბრობთ ახლა. ჯინორიების გვარი მიეკუთვნებოდა გლეხთა კატეგორიას. ისტორიულ წყაროებში გვარი ჯინორია იხსენიება 1685 წელს. ბიჭვინთვის ტაძრის შეწირულთა სიაში ჩვენ ვხედავთ სამ ოჯახს, ჯინორიების მცხოვრები სუჯუნაში, სამ ოჯახს. სამწუხაროდ ერთი ამბავია, რომ საერთოდ დასავლეთ საქართველოზე და კერძოდ სამეგრელოზე ბევრი ინფორმაცია არ არის, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს. მათ რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა და ეს მიზეზი უკვე სხვა დროს სასაუბრო მიზეზებია.
მაგრამ საინტერესო მიზეზია ესეც რატომ კი როგორ არ იყო, მაგრამ მაგ სხვადასხვა მიზეზის გამო აღარაა შემორჩენილი. კი ჯინორიას გვარშიც რა თქმა უნდა ვერაც და ერთი ადამიანი იყო რეპრესირებული პირველ მსოფლიო ომში ჯინორიას გვარი ერთი ადამიანი წარმომადგენელი მონაწილეობდა რომელიც სამწუხაროდ დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 46 ადამიანი აქედან 3 ადამიანი დაიღუპა ჰყავთ 3 ღვთის მსახური ამჟამად ჯინორიები ცხოვრობენ აბაშაში, სენაკში, სუჯუნაში, ქვემო სენაკში, ქვემო სორტაში, თბილისში და ასე შემდეგ. და მათი რაოდენობა სამწუხაროდ 128 ადამიანს შეადგენს და დამეთანხმეთ, რომ ეს ცოტა და ღმერთს თხოვრო გამრავლებული იყვნენ და საერთოდ ყველა გვარი გამრავლებული იყო. იმიტომ რომ ერი ხალხის სიმრავლით არის სიმრავლით ის მოდით კი ბატონო მოდით ახლა ჩვენ განვიხილოთ გვარი ბესელია რა თქმა უნდა იგი ძველი კოლხური გვარია ბესელია ქართული წარმოშობისაა ზოგიერთ ეტიმოლოგიურ მოსაზრებით გვარი ბესელია მომდინარეობს საკუთარი სახელიდან ბესადან ან ბესარიონისგან ბესარიონის კნინობითი სახელიდან რაც ეს ადრე გავრცელებული სახელი იყო დასავლეთ საქართველოში არა მარტო დასავლეთ საქართველოში ასევე აღმოსავლეთ საქართველოში წერანასაც ვთქვი რომ გვარის წარმოშობის ადგილი არის სამეგრელო ასევე ბესელიები ცხოვრობენ და ამჟამადაც ცხოვრობენ აფხაზეთში ცხოვრობენ რამოდენიმე რაიონში მეეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას ისტორიულ წყაროებში ბესელიები პირველად იხსენიებიან 1730 წელს სოფელ ნოსოირში მცხოვრები ბესელია ხიტუს ემართა ბიჭვინთის ტაძრის ბეგარა ერთი მენახევრე ღვინო 2 ფოსალი ღომი 3 ქათამი 10 შაური სანთელი ასევე 1794 წელს მოხსენებულია აფხაზეთში ოჩამჩირის რაიონის სოფელ აბაჟვახუში მცხოვრები გლეხი ბესელია 3 კვალი ცხოვრობდა ამ სოფელში საბჭოთა რეპრესიებს წერანცა ვთქვი რომ ბევრი შეეწირნენ საქართველოში ორი გვარის წარმოადგენელს შეეხო ეს რეპრესირება პირველი მსოფლიო ომში ბესელები საკმაოდ ბლომად 24 ადამიანი მონაწილეობდა დაიღუპა 10 ადამიანი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 215 ადამიანი აქედან 34 ადამიანი დაიღუპა ბესელიებს გვარში ყავდათ 2 ღვთის მსახური რაც შეეხება ქართველ შორის წერა-კითხვის გამავრცელებულ საზოგადოებაში ყავდათ 5 წარმომადგენელი ამჟამად ბესელები ცხოვრობენ ვახამელაში ზუგდიდში ნოსერში ნორიაში ნოქოლაქებში ორსანტიანში სენაკში თბილისში ასევე აფხაზეთის რამოდენიმე ადგილას და მათი გვარის საერთო რაოდენობა შეადგენს 1076 ადამიანს. კი, მოდი განვიხილოთ შემდეგი გვარი არის ჯანჯღავა, გვასწორებს ბატონო ჩემო, საბჭოთა კავშირის დროს გენერალი იყო ცნობილი ჯანჯღავაც. ჯანჯღავაც გვარი ქართული წარმოშობისაა და მეგრული წარმოშობა ჯანჯღავას. ჯანჯღავას მეგრული სამეტყველო ფორმა აქვს ჯანჯღა. გვარი ჯანჯღავა თიკუნურად ზედმეტი სახელიდან მომდინარეობს. მეგრული მეგრულად ჯანჯღავა ნიშნავს დაბეგვას. აი ვინმეს დაბეგვავს ან დაბეგვირს. დაბეგვირს. იყვნენ სახაზინო საბატონო ასევე საეკლესიო გლეხები. პირველ ისტორიულ წყაროებში
გვარი ჯანჯღავა იხსენიება 1791 წელს. დეკანოზი გერასიმე ელიევას მიერ მარტვილის ეკლესიის შეწირულობის წიგნში იხსენიება ორი ოჯახი ჯანჯღავა. ასევე 1804 წელს კაცია დადიანმა აზნაურ ჯუკო ანჯაფარიძეს უბოძა ჯულიელი გლეხი კაკალია ჯანჯღავა. პირველ მსოფლიო ომის დროს ჯანჯღავების გვარიდან მონაწილეობდა 10 ადამიანი, დაიღუპა 4 ადამიანი. მეორე მსოფლიო დროს მონაწილეობდა 47 ადამიანი, დაიღუპა 6. გვარში ჯანჯღავებს ყავთ 11 ღვთისმსახური, ხოლო წერა-კითხვის საზოგადოების გამავრცელებულ საზოგადოების წევრებში ყავთ 4 წევრი. ამჟამად ჯანჯღავები ცხოვრობენ აბედათში, ახალ ხიბულაში, დიჭყონში, გაჭედილში, ზუგდიდში, პატარა ფოთში, მარტვილში, ნაზარაზენში, საჩინოში, სენაკში, ასევე ძველ სენაკში, ჩხორიაში და რა თქმა უნდა თბილისში, როგორც ყოველთვის თბილისი ხო უნიკალური ქალაქია. მათი რაოდენობა ღმერთმა ამრავლად შეადგენს 3001 ადამიანს. შემდეგი გვარი ჩვენ მოდი ვილაპარაკოთ კარტოზიებზე. კაი ცნობილი გვარია, ჩვენადა გავიწყდეს მედიკო კარტოზია, ცნობილი მომღერალი და ძალიან კარგი ადამიანი. რა თქმა უნდა, კარტოზიაც ქართული წარმოშობის გვარია. გვარი კარტოზია პროფონიმ კალატოს მეგრული გამოთქმა კარტოს უნდა შეიცავდეს და ამ გვარის დამფუძნებელ საქმიანობაზე უნდა მიუთითებდეს. წარმოშობის ადგილია სამეგრელო, ასევე კარტოზიების რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს აფხაზეთში. იყვნენ საბატონო საეკლესიო გლეხები, ხოლო ნაქალაქებში მოხაში და კიდევ რამოდენიმე ადგილას იყვნენ აზნაური კარტოზიები, როგორც ყოველთვის ყველა გვარს აყავდა როგორც თავადი, ისე აზნაური და ასევე გლეხი. ერთ-ერთი ოჯახი კარტოზიების მე-18 საუკუნის დამდეგს გადავიდა იმერეთში, სოფელ ჯაგანში, ასევე ახლა ცხოვრობენ ჯაგანში და სოფელ ქორეთში ცხოვრობენ. ისტორიულ წყაროებში ეს უკვე იმერეთშია. სიმართლე ვთქვათ, მე მინახია და არიან გაიმერელებულები უკვე. ისტორიულ წყაროებში კარტოზია იხსენიება პირველად 1790 წელს. გრიგოლ დადიანმა გიორგი კარტოზიას ჩამოართვა ყმამამულები და ჩიქოვანს უწყალობა. ამავე წელს გრიგოლ ჩიქოვანს დადიანმა ჩამოართვა გიორგი კარტოზიას ნაქონი ყმამამულები და გადასცა მხეიძეებს. პირველ მსოფლიო ომში კარტოზიების გვარიდან 12 ადამიანი მონაწილეობდა, დაიღუპა 5 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 197 ადამიანი და დაიღუპა 20 ადამიანი. კარტოზიების გვარში ჰყავდათ 2 ღვთისმსახური. რაც შეეხება ქართველთ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წარმომადგენელი ჰყავდათ 8 ადამიანი. ამჟამად კარტოზიები ცხოვრობენ სამეგრელოში, აბედათში, ახუთში, ბანძაში, ბიაში, ვედიტკარში, ზანაში, ზუგდიდში, ნოქალაქევში, ორულში, სენაკში, ლედადამეში, ფოცხოვში, ხობში და ასევე შემდეგ. ასევე რა თქმა უნდა თბილისში, ეს არ უნდა გამოგვჩეს. და ამ დროისთვის კარტოზიების საერთო რაოდენობა შეადგენს 1147 ადამიანს. მოდით ჩვენ ამით დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა, ასე ვთქვათ, მეგრულ გვარებს და შემდეგ გადაცემაზე კიდევ შევახოთ რამოდენიმე მეგრულ გვარსაც და საინტერესოა. და ერთი აზრით ამებადა, მოდი
კუთხეების მიერ აი კუთხეებიდან დავიწყოთ გვარების მოყოლა. მე მგონი უფრო საინტერესო იქნება. არა, მე არ მომფრო სულ ერთ კუთხეზე გავჩერდეთ. თქვათ 2-3 გადაცემა ერთ კუთხეზე, მეორე კუთხეზე უფრო საინტერესო იქნება და ვისაც დაინტერესდება თავის გვარის ისტორიით, შეგიძლიათ რომ მითითებულ მეილზე, ტელეფონზე დაგვიკავშირეთ და მოგაწოდით სრულ ინფორმაციას. წეღანაცავ თქვი და ეხლაც ვიტყვი, შეგვიძლია კიდევ რეპრესირებულებზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, პირველ მსოფლიო ომზე, საერთოდ ყველაფერზე თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორიას, რაც შეეხება. ეხლა დაგემშვიდობებით და დიდ მადლობას მოგიხდით, რომ ჩვენ გვიყურებთ ამ გადაცემაში. მომავალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდეთ. დიახ, დიდი მადლობა ვალერი საინტერესო გვარების წარმოჩენისათვის და რა ვიცი, იმედია გავაგრძელებთ ამ ყველაფერს და ნაყოფიერი იქნება ჩვენი შრომა, ჩვენი შემართება, იმიტომ რომ ადამიანებს ჭირდებათ, თითოეულ ადამიანს, თითოეულ ახალგაზრდას, ყველაზე მეტად ახალგაზრდებს ჭირდებათ ეს, რომ იცოდნენ თავიანთი გვარის ისტორია, იცოდნენ და იცოდნენ ის საიდან მოდივართ, თუ არ ვიცით სადმე წავიდეთ, ვერასოდეს ვერ გავიკვლებთ გზას, მე ამას ძალიან ხშირად ვაპარაკობ და ეს ასეა და ამიტომ რომ გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ, წარსული არ უნდა დავიწყოთ არასოდეს. მადლობთ ყურადღებისათვის, თხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, საქართველოს სამეფო კლუბის არხი, ჩვენ ვართ სამეფო კლუბის წევრები და მე გახლავართ ლევან ბერაია, ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი. მადლობთ ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ, მაგრამ მევსაც ბედნიერსაც ვიმღერია, კიდეც ვიმღერია.